მოგესალმებით. დღეს გთავაზობთ 2024 წლის ეროვნული გამოცდის მე-40 ამოცანას, მათემატიკის ტესტის მე-40 ამოცანა. რაღაცით ეს ამოცანა ცოტა ფიზიკის ამოცანას გავს. ავტომობილის მძღოლს გარკვეული მუდმივი სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში A-დან B ქალაქამდე გზა უნდა გაევლო წინასწარ დაგეგმილ დროში. ავიწყოთ აქ პირობისა, ჩავხაზოთ თუნდაც ეს ესეთი რაღაც დავუშვათ ეს A ქალაქიდან B ქალაქამდე, ეს A-დან B-მდე ეს მანძილი უნდა გაევლო რაღაცა V სიჩქარით წინასწარ დაგეგმილ დროში, T-ში. ესი უდრის VT-ს, როგორც ვთქვით, ხო? ეს AB მანძილი. აღმოჩნდა, რომ თუ ავტომობილი ყოველ კილომეტრს გაევლიდა დაგეგმილზე 12 წამით ნაკლებ დროში, მაშინ გზის გავლას დასჭირდებოდა წინასწარ დაგეგმილზე 1 საათით ნაკლები დრო. აი ამ მოცემულობიდან უკვე შეგვიძლია რომ ეს მანძილი გავიგოთ. ესე იგი, შეხედეთ, თუ ეს ავტომობილი ესე დაზოგავდა ყოველ კილომეტრზე, აი 1 კილომეტრზე დავუშვათ დაუჩქარებდა და გაივლიდა 12 წამს დაზოგავდა, ხო? 12 წამით ნაკლებ დროში გაივლიდა. მაშინ აი ამ ეს კილომეტრს, ხო, გაივლიდა რაღაც 3600 წამის დაზოგვა გამოვიდოდა, ხო? 1 საათი ხო 3600 წამია. აი ეს. და ეხლა ერთი აქედან შეგვიძლია შევადგენოთ პროპორცია, რომ 12 ესი, ესე იგი უდრის 3600. და აქედან პირდაპირ გამოგვივა, რომ ეს ჩვენი ესი მანძილი, რომელიც VT სტოლი არის 3600 გავყოთ 12. და ტოლია 300 კილომეტრის. ამიტომ გავიგეთ, რომ ეს 300 კილომეტრია მანძილი აი მათ შორის, AB მანძილი, VT არის 300 კილომეტრი. ეხლა გავაგრძელოთ პირობის საკითხვა. ხოლო თუ ავტომობილის სიჩქარე იქნებოდა დაგეგმილზე 2 კმ/სთ ნაკლები, ესე იგი V კი არ იქნებოდა, არამედ იქნებოდა V-2. V-2. აი ამდენი თუ იქნებოდა, მაშინ გზის გავლას დასჭირდებოდა წინასწარ დაგეგმილზე, ანუ ამ T-ზე, T იყო ხო დაგეგმილი დრო, 15 წუთით მეტი დრო, ესე იგი აქ T-ს უნდა დავუმატოთ 15 წუთი არის საათის 1/4. 1/4 საათი, კილომეტრ/საათით აღნიშნოთ ეს V. და რას უდრის ავტომობილის თავდაპირველად დაგეგმილი სიჩქარე V უნდა გავიგოთ. ეს ნამრავლი, რა თქმა უნდა, ასევე VT სტოლია რა. ხო, იგივე ამ გზის სტოლია. გავლილი მანძილის სტოლია. აქ ახლა მოდი ფრჩხილები გავხსნათ. გადავამრავლოთ ეს ესე იგი აი გამოვა VT plus 1/4 V minus 2T და minus 1/2. უდრის VT-ს. ხო? ახლა ყველაფერი აი აქ 1/4 V აქეთ დავტოვოთ ჩვენ ესე. 1/4 V. და ეს ყველაფერი იქით მხარეს გადავიტანოთ, VT და VT რა თქმა უნდა ერთმანეთს გააბათილებს ესე. და გვექნება 2T plus 1/2. ხო, მოდი ახლა ეს გამოვსახოთ, კარგით, 2T გამოვსახოთ აი თვითონ ამ V-ს მეშვეობით. 2T, ამრიგად ტოლი არის 1/4 V და გამოვაკლოთ 1/2. ანუ ეს ტოლი არის გავერთმნიშვნელიანად 4 იქნება საერთო მნიშვნელი. და V-2, ხო, V-2. აი ეს. და ეს 2T არის და თვითონ T დრო, ანუ T შეგვიძლია ესე წარმოვადგინოთ, როგორც V-2 შეფარდებული 8-თან. 8-თან. აი ახლა VT ვიცით რომ 300 სტოლია, ხო, აქ წინასწარ ხო გავიგეთ ესა და აი VT აი ამ განტოლებაში VT უდრის 300. აი ჩავსვათ ეს T-ს მნიშვნელობა, ჩვენ V უნდა გავიგოთ და ამიტომ T გამოსახეთ. V გავამრავლოთ, ну ეს V-2 შეფარდებული 8-თან უდრის 300. აქ რა თქმა უნდა გვექნება რომ ესე იგი V² - 2V უდრის 2400
2400 აქეთ გადმოვიტანოთ v კვადრატი მინუს 2v მინუს 2400 უდრის 0-ს. მივიღეთ კვადრატული განტოლება, რომლის დისკრიმინანტი ეს ტოლი იქნება 9604 და კვადრატული ფესვი რომ ამოვიღოთ 9604-დან, ანუ ფესვი დედან, ხო? ფესვი დედან იქნება 98-ის ტოლი. და შესაბამისად მივიღებთ ახლა ჩვენ v-ს მნიშვნელობას, ესე იგი v ტოლი გამოვა, ხო? 2 პლუს მინუს 98 გავყოთ 2-ზე. ნუ ვარყოფით მნიშვნელობას არ ვიღებთ, სიჩქარე ვარყოფითია ამ შემთხვევაში, არ მინდა რომ იყოს, არ შეიძლება, ხო? და v უდრის 2-ს მივუმატოთ 98, ეს არის 100 და გავყოთ 2-ზე. გამოგვივიდა 50 კილომეტრი საათში. ეს არის თავდაპირველად დაგეგმილი სიჩქარე. წარმატებებს გისურვებთ.